უფალს ყოველთვის ეყვარები, როცა გრძნობ, რომ სხვას გულს ატკენ, უფალს ყოველთვის ეყვარები. მაგრამ უფალს რომ უყვარ ხარ, შენ მას გულს ტკენ, როდესაც სხვა ადამიანს გულს ტკენ. თორე შენ რო ვინმეს გულს ატკენ, მაშინ გადაუყვარდები უფალს და ვინმეს რო გაახარებ, მაშინ შეუყვარდები? უფალს შენ ყოველთვის უყვარ. მე ჩემ მშობელს ყოველთვის უყვარ. ცუდად მოვიქცევი თუ კარგად, მე უყვარ ვარ მას, ეგრე არ არის? ახლა რა, კარგად თუ მოვიქეცი, ჩემს კარგ მოქცევაზეა მისი სიყვარული დამოკიდებული, არ არის ეგრე. ღმერთს ჩვენ ყოველთვის უყვარ ვართ. აი იუდა ძალიან უყვარდა უფალს. იუდამ ხო გაყიდა უფალი, გასცა. ხო თავი დაიღუპა ამით, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ უფალს იუდა არ უყვარდა. იუდას უფალი უყვარდა. კაინმა რო აბელი მოკლა, ხო გახსოვთ? კაინი ძალიან უყვარდა უფალს. ამაზე იმიტომ ცდილობდა უფალი, რომ კაინი სინანულში მოეყვანა. ნახეთ რა საკითხება, კაინ, სად არის შენი ძმა აბელი? ღმერთს უნდა რომ კაინმა თქვას, რომ მე მოვკალი, ჩავიდინე ცოდვა და მაპატიე ღმერთო. კაინმა კი როგორ მიუგო, ნახეთ, რა ვიცი მეო, მის დარაჯა თუ ვინ დამადგინაო. ხოდა ღმერთი ცდილობს, რომ ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანს გამოსწორების საშუალება მისცეს. შენ რო ვიღაცას გული ატკინე, ღმერთი ცდილობს, რომ შენ მოგცეს საშუალება, რომ გამოასწორო, მიხვიდე შენდობას თხოვა. და ესე, თორე ამითი უფალს არ გადაუყვარდები, მაგრამ შენ ზიანდები თვითონ და ეს გულს ტკენს ღმერთს. შენ რომ არასწორად იქცევი და სულიერად დაცემული რო ხარ, ეს ღმერთს ამწუხრებს. და დამწუხრება და უსიყვარულობა სხვადასხვა რამე. რო უყვარ ხარ, იმიტომ წუხს.